USAID-ის, ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის გრანტების მეშვეობით ჯამში 400 სკოლაში რეგიონებში გავაკეთეთ ტექნოლოგიური კლუბების ქსელი. ხალხის დაქირავება ხო? საიტი საწყო 4 საიტს ხო რა, აწყო $40. სორა იყო პირველი, ვინც ანონსი გააკეთა შარშან. სორა არა ერთხელ მომატყო. ხო, აი ხო და ანონსი ხო გააკეთეს რაღაც სასწაული. მე შენ გაგიცანი პირველად რობობრძოლების ჩემპიონატზე შეჯიბრზე ღონისძიებაზე და სამაგრე გამისწორდა, იმიტომ რომ აი ბავშვობაში რასაც ვოცნებობდი, რომ აი ლაივში რომ მენახა, აი გადიქი და გააკეთე ეგ რა. გაასწორა. აი უბრალოდ იმ ხელა შრომატევადი თემა იყო, რომ რამდენი დღე ერთ კვირაში გააკეთეთ? ამ ჯამში ერთი თვე, არა, ერთი თვე. ჯამ ამ თავისი გამოცხადებები ან ორგანიზებები ან გუნდების შერჩევი ან მთელი ან ერთი თვე დაჭირდა მე ყველაფერს რა. თუმცა ნუ ბოლო ერთი კვირა იმენა 24 საათი მანდ ვიყავით და ვათენებდით და მე პირადად ბოლო 4 ღამეს ერთი წუთით არ მძინებია რა. ძალიან მაგარი. ერთადერთი მან მე ვფიქრობ შეფერხება იყო პერიოდი უბრალოდ ზაფხული. ძალიან ცუდი პერიოდი იყო. მაგრამ ვფიქრობდი რომ ანუ იქ იყო ყველაზე შედარებით წამალი პერიოდი, იმიტომ რომ სექტემბერი, ანუ არ ვიცოდი, ანუ არჩევნების თემა მოდიოდა შემოდგომაში და რა იქნებოდა. დაიკარგებოდა. და ხო, და მაგის გამო ეგ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გავაკეთეთ ზაფხულში. თორე ვფიქრობდი რომ სექტემბერი, ოქტომბერი იქნებოდა იდეალური რა, ტემპერატურაც და ნუ უფრო დრო გვექნებოდა მეტი საორგანიზაციო, გუნდებიც უფრო კარგად მოემზადებოდნენ და ნუ აი მაგის დილემის წინაშე დავდექით, რომ ან უნდა გაგვერისკა და რა იქნებოდა არ ვიცოდით, პოლიტიკური ვითარებები როგორ განვითარდებოდა, იმიტომ რომ მთელი წელი ესეც ქაოსია ქვეყანაში, დანგრეულია ყველაფერი და თითქმის არაფერი მუშაობს და თან თალკე მორალური ამბავიც ჰქონდა რა. ეხლა რომ ამას მე ვაკეთებ, ეგ იყო ძალიან დიდი ხანი რა. მაგის გამო გამეწელა გამოცხადება. იმიტომ რომ აი რო დაიწყეს ამბრები დეკემბრიდან დაწყებული, ფაქტობრივად ყველაფერი მივატოვე და ნუ ჩემი ყოველდღიურობა იყო აქცია. და ბრძოლა რა, ნუ რითაც შეიძლებოდა ახლა ინტელექტუალურად იქ დგომის თუ გვერდში დგომის სხვა ადამიანის თუ ასე შემდეგ რა და მე უბრალოდ რაღაც პერიოდი ყოველს მოლოდინი იყო რომ აი რაღაცა გაზაფხულისკენ დამთავრდება დალაგედება და მეც რა ვიცი ჩემი რაღაცა ნუ ალბათ ყველა მე ხა ამაზე საუბარს და ესეთი ამბავი მაგრამ ბევრმა ალბათ თავისი ფინანსური რაღაცები მოიშორა იმიტომ რომ რაღაცნაირად მიბმული იყო ამ რაღაც ამ ხალხთან ვინც მეორე მხარეს დარჩა ან რაღაცეები და მეც რა ვიცი ყველაფერი ისქენი ჩავხსენი მოდი ვიბრძოლოთ ბოლომდე და ისე მოვიდა რომ მოვიდა მარტიც მოვიდა გაზაფხული და არაფერი ხდება რა და ნუ მაშინ ცოტა ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთული სიტუაცია იყო ალბათ ყველასთვის რომ აი რა ხდება სად ვართ ანუ რომ ყველას გვეგონა რომ ეს გამარჯვება და ზღაპრის ბოლოს რაღაც ჰეპი ენდებით ვსაუბრდება ხოლმე თურმე ეს ზღაპარი ძალიან დიდი ხანი შეიძლება გაიწელოს რა მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მე ხარ მაინც იმედი მაქვს და აუცილებლად ესე იქნება რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ქვეყანას ჯამში ჭირდება რა და ხო და მაგ ამბავში როცა ფიქრობდით გამოაცხადოთ თუ არ გამოაცხადოთ მაგ დროს გადავწყვიტე რომ აი რა ვიცი ჭირდებოდა მე იმიტომ რომ იმდენი რაღაცაში ვაფშე ჩემი გარშემო ხალხი მოწყდა რომ რა ვქნა და მთელი ახლა გავჩერდეთ საერთოდ არაფერი ვაკეთებთ არ განვითარდეთ არ ვისწავლოთ არაფერი გავაკეთოთ და რა მოხდება რა რამდენი ხანი შეიძლება ესე გაჩერდე რა და ნუ მაგის გამო გადავწყვიტეთ რომ აი ვქნათ ან ეხა ან აღარასდროს რა და ნუ გამოვიდა ისეთი როგორიც გამოვიდა უბრალოდ მეტი გვინდოდა რა იმიტომ რომ წარმოდგენაში ჩვენ რაც გამოვიდა ეგეც ძალიან მაგარია ანუ ჩვენ როგორც ორგანიზაციის ნაწილში უყურებდით მან ძალიან გაგვიჭირდა იმიტომ რომ ჩვენი ხელით მოგვიწია ყველაფერს გაკეთება კომპანიები ძალიან ბევრი ნაკლები კომპანია დაგვთანხმდა ჩართულობაზე სპონსორობაზე დიდი ესეთი ჩართულობით არც ერთი სპონსორი არ ყოფილა და ძალიან ესე მინიმალისტურად რაღაცეები შევაგროვეთ რა და ეს რა ისეთი ამბავია მაგრამ გაგვიმართლა იმაში რომ მაგ დროს ჰქონდა რემონტისთვის გამოტანილი თანხა ბანკის ხო და ახლა სახლი გაურემონტებელია ისე რა დავრჩი რემონტის გარეშე აუ ესე სამაგიეროდ ზამბეროდა სამაგიეროდ კი მაგრამ არ უნდა ვაფშე ერთი დღე ერთი წამი არ მინანია იმიტომ რომ ესეთი რაღაცა გვჭირდებოდა რა აი ამ სფეროს ჭირდებოდა ძალიან ასაკუთრებით კულისებში რომ მოხდი უკანა მხარეს რა სამზადისის დროს რა ასე ვთქვათ ბრძოლებამდე აი ასობით
ბავშვი, რავი, სტუდენტი, ახალგაზრდა რო ნახე რომ იქ ემზადებოდნენ, თავდაუზოგავად, წვალობდნენ, ზოგი ლეპტოპით შეერთებული, პირდაპირ ზოგი ნაწილებს შლიდა ამ რობოტების. აი ძალიან გამისწორდა, რომ მეთქი აი საქართველოში ვარ, მეთქი აი რანაირად მოხერხდა ეს რა და აი შენისთანა და შენი ვინც გეხმარებოდა ხო შენს გვერდში ვინც იდგა ხალხის დამსახურებაა რა. მანდ მე მგონია რომ აი ვინც მოვიდა მაგ დღეს რა ყველას ჰქონდა ეგ მიზანი შეასწრო რომ ბავშვობის ოცნება მეც მაგის გამო დავინტერესდი პირველ რიგში იმ მიმართულებით ამ მიმართულებით მე სწავლა გავაგრძელე ამ მუშაობა გავაგრძელე ზოგადად ტექნოლოგიის მიმართულებით 2013 და 14 წლებში ისე მოხდა რომ ილიონიში ასევე ფრიუნიშიც მსგავსი აქტივობები იყო და მეთქი ეგ არისო ეს მინდა რომ ნახევიდო აი ძალიან მაგარი რაღაც იყო რა ახლა მასშტაბს და რაღაც დონეს არ შევადარებ რა მაგრამ ეგ იყო იმ დროში რა ვიცი ჩემთვის ძალიან მაგარი და ამ დროს BBC-ზე და ამერიკული აი ბათლბოტების ზოლას რო უყურ ხო აი ძალიან სიკიჟე რა და ყოველთვის იყო ოცნება ხა ამ თემაში ჩავერთე მეთქი ოდესღაც გავაკეთებ და ამ ოდესღაც გავაკეთებში აუცილებლად ჭირდება წინაპირობა რომ არსებობდეს შესაბამისი გუნდები, შესაბამისი განათლებით და უნარებით, რომ ეს რაღაცები გავაკეთონ რა. და აი დაახლოებით 2016 წლიდან 7-8 წელი 2016 წლიდან. ხო, დაუთმეთ ამ ტექ მიმართულებს რა, ისე გაგვიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა გრანტებს წერდით ხოლმე საგანმანათლებლო მიმართულებით. და ევროკავშირის ამერიკის ყველაფერი ტექნოლოგიურ სფეროს. კი, აი 100% ტექნოლოგიების სფეროს ეხებოდა და USAID-ის, ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის გრანტების მეშვეობით ჯამში 400 სკოლაში რეგიონებში გავაკეთეთ ტექნოლოგიური კლუბების ქსელი. რაც იმას მოიაზრებდა, რომ 25-მდე მიმართულებას ვასწავლით, რა ეს იყო ბექი, ფრონტი, მობაილი, დიზაინი, კადი, რა ვიცი, UX დიზაინი, ელექტრონიკა, პროგრამირება, რობოტიკა. ბევრ სკოლას ელექტრონული კომპონენტების გადავეცით, რაღაც პატარა ჩემპიონატების ჩატარება დავიწყეთ სასკოლო. რომ რაღაც დონემდე ანუ რაღაც ჯერითი რომ წარმოდგენა შეგვექმნა, სადღაც 400 სკოლა ძალიან ბევრი ადამიანი. ძალიან ბევრი, არანორმალური. სადღაც 10000-ზე მეტ ადამიანს ვატრენინგებდით ხოლმე წელიწადში რა, ჯამში. ისე ყველაზე წარმატებული რომელი რეგიონი იყო? თუ გახსოვს. ანუ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აი რამდენიმე ყველაზე გამორჩეულები იყვნენ კახეთი, სამეგრელო, გურია და ბათუმი რა. აი ეს 3, ისა 4 ხო, 4 თქვი მე მგონი ხო? აი ძალიან მაგარი ბავშვები იყო ყველგან. სხვა რეგიონებთან უბრალოდ ესეთი იცი როგორ იყო ეტაპობრივად ვთავდით ხოლმე სხვა რეგიონს რა. და ეხლა რა რეგიონები ჩამოთვალე, მან რაღაცა ბაზა ავტომატურად შეიქმნა და იმდენად გამithარდა, რომ აი რაღაც მომენტში ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა უკვე, იმიტომ რომ ეს ბავშვებიც ერთმანეთს უზიარებდნენ რაღაცებს სტარტაპებს იწყებდნენ, გრანტებს იღებდნენ, დაფინანსებას იღებდნენ და თვითონ მერე ცდილობდნენ რაღაცები შეექმნათ და ნუ ეგ იყო ძალიან მაგარი ჩვენთვის რა. როცა თვით კმარი არის უკვე და თვით მდგრადი არის ის განათლება შენ ჩადე რაღაცაში, ხო, ეგ უკვე გამარჯვებაა. იმიტომ რომ მაგის საქმეა ძალიან ბევრი ფული, ადამიანური რესურსი დაიხარჯა. 4 წლის განმავლობაში ჩვენ მარტო მათ პროექტის ფარგლებში ყოველკვირეულად სკოლებში, ამდენ სკოლაში ვატარებდით ტრენინგებს და ათასობით ადამიანი იყო ჩართული, რა ვიცი, მარტო მაგ პროექტში 200-ზე მეტი მასწავლებელი იყო დაქირავებული და ასევე 200 ტრენინგი, 400-ზე მეტი ამ სტაფში ვიყავით 500-მდე ადამიანი ჯამში რა, 4 წლის განმავლობაში და იყო ძალიან მაგარი ამბავი რა. აი ამასობაში აი ამ რამოდენიმე წუთში ამდენი რეგალია ჩამოთვალე შენი რა და ჩემთვის უმრად არის ავტომობილიშვილი ძალიან კაი ტექ გაი და AI-ზე ვისაუბრებ დღეს. კი. არა მარტო AI-ზე, რობოტექნიკაზე და რობობრძოლებზე რა, რითაც დავიწყეთ ჩვენ რა. ტეიქდაუნის სრული ტეიქდაუნი როდის მოხდება რა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ AI-ის იმდენად საინტერესო კალაპოტში მოხდა AI ეხლა რა, რომ უკვე მიმართულებები გასაგებია და ჩანს რა. აი 2 წლის წინ მაგალითად აი მართლა დებილურ რაღაცებს ლაპარაკობდა ხალხი, რომ აი ვსო დაგვერხაო და ჩემს მაგივრად რობოტი გაიჩნდებაო და ამ სიცოცხლეები რა. საქართველოში რამდენად
სწრაფად შემოდის, რამდენად სწრაფად ვითარდება AI ინტეგრაცია, რამდენად სწრაფად ხდება აი ყოველდღიურობაში და ყველაფერში რა, რას ფიქრობ შენ? მაგარი კითხვაა რა და ის როცა რაღაცები საქართველოს გვიან შემოდიოდა, აღარ არსებობს რა, აი გლობალიზაციამ და ის რომ ძალიან დიდი მასაა საქართველოს ვინც ინტერნეტის გამოყენება კარგად იცის. განაპირობა ის რომ როგორც კი ეს ინფორმაცია და ინოვაცია და რაღაცნაირად გაჩნდა და ხელმისაწვდომობა რა თქმა უნდა ინტერნეტის მეშვეობით არსებობს, ეგრევე დაიწყეს ბევრმა განვითარება და ადაპტაცია რა. რა თქმა უნდა თავიდან იყო შიში, ეხლა მე CD Georgia-შიც მათ შორის დიზაინერების ძალიან ბევრი ადამიანი იზახდა რომ არა AI-ის და აუგზავნოთ მთელი ამბავი და შემდეგ და შემდეგ. Ну, რაღაც ლოგიკური მაგალითებიც იყო რაღაც ინტელექტუალურ საკუთრებაზე და შემდეგ იყო მანდ ბევრი ამბავი, რომელიც ეხაც ბევრი მიმართულებით დავაში არის. მაგრამ როგორც ჩანს, იქ დავადარჩება, იმიტომ რომ რამდენიმე წელიწადში რაღაცნაირად მიმართულება რაც შენ ახსენე გამოჩნდა რა, რომ ეს კი არ განაცვლეთ, არამედ გეხმარება რა და სულ მაგას ვიზახდი ხოლმე მეც, რომ აი როდესაც პირველად შეიქმნა მაგალითად გრაფიკული ხელსაწყო, რა ვიცი, აი არქიტექტორებმა დაიწყეს არა ფურცელზე ხაზვა, არამედ უკვე პროგრამირებით პროგრამაში გაკეთება იგივე რაღაცეების, ბევრად ხარისხიან და ბევრად სწრაფად. ხა იგივე თულია რა, ეხლა ჩემნაირ ტიპებს ან ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს ეხმარება. მათ შორის იყო რომ აი რამდენიმე წელს წინ ხო იყო რომ დეველოპერები და ზოგადად დეველოპმენტი არის მომავალი და ყველაზე მაღალი ანაზღაურებადი საქმე. იქ რა თქმა უნდა მასეც იყო. მაგრამ AI-მ რა გააკეთა რა, რომ განაჩაანაცვლა ეს ხალხი. არამედ შესაძლებელი გახადა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც პროგრამირება არ იცის, რომ რაღაცა მსგავსი გააკეთოს რა. მაგრამ ვინც დეველოპმენტი იცის, ანუ იმისთვის არის ანუ ჯადოსნური ჯოხია რა, შეუძლია რომ ნებისმიერი საქმე რაღაც ერთ თვეში რო აკეთებ და ერთ დღეში გააკეთოს ძალიან მარტივად რა. და ის დანარჩენი დრო რა ვიცი, რაშიც უნდა ის დაისვენოს თუ უნდა ახალი საქმე აიყოს, ხო? ანუ ეს არის ძალიან ეხმარება ადამიანებს გამარტივებაში. კიდე ერთი მაგარი ამბავი მინდა, რომ აი მათ შორის ვიდეო გენერაციის ამბავზეც რო ვთქვათ რა, რომ წელს დაიწყო ვიდეო გენერაციის ამბავი, აი იანვარი-თებერვალში გამოჩნდა სხვა ესეთი აპლიკაცია და Sora იყო პირველი, ვინც ანონსი გააკეთა შარშან. Sora არაერთხელ მომატყვა. ხო, აი ხო და ანონსი ხო გააკეთეს რაღაც სასწაული, რომ ეგ ავტომატურად ყველაფერს რო აკეთებს და რაღაცა და მე გამოუშვეს პროდუქტი, მაგრამ Samsung გამოუშვდნენ პროდუქტს, Runway გამოჩნდა და იმან გაასწრო. ხო და ის ბევრად კარგ რაღაცებს დებდა, მე Sora-ს გამოვიდა, საბოლოო ჯამში ის შედეგი არ დაიდო და კარგად ვიცით, აი ეს მიმები რო იყო ხოლმე Will Smith-ი რო ეს პაკეტს ჭამს და რაღაც. აი ხო, და ნუ გავიდა რამდენი თვე 8-9 თვე გავიდა, ეხლაც იმ წელში ვართ, რა წელშიც ეგ ყველაფერი დაიწყო და ეხლა შეგვიძლია ხარისხი ვნახოთ, ხო, ანუ სასწაულია ხანდახან ბევრი ადამიანი ვერც გაარჩევს რეალურისგან რა, თან თუ იცი ცოტა ესეთი ხრიკები, აი როგორ შეიძლება რომ ისე და შექმნა ეს ვიდეო, რომ ბევრისთვის აი მაგალითად იყენებენ ხანდახან სიძველეს პირობითაც, დაძველებას ან პირობითად იყენებენ ხოლმე აი ძველ დროში აკეთება შავთეთს ან რაღაცა რა და მაგდროს ეს რაღაცა მინიშნებები რაც შეიძლება შეემჩნეს AI-ში ნაკლებად ჩანს რა. სწორი პრომპტი რა. სწორი პრომპტი ხო და ამით შეიძლება რაღაცები გააკეთო, ძალიან ბევრი რაღაც გააკეთო. და დღეს რა ვიცი, უამრავი მუსიკა იქნება AI-ზე, YouTube-ს არხები აქვს, სადაც მილიონობით ნახვები აქვს რაღაცა მუსიკას, რომელიც AI შექმნილი არის. იგივე TikTok არხები, სადაც AI-ის მიერ გენერირებული კონტენტი არის ძალიან ბევრი და ეხლა გუშინ სკროლობდი რაღაცებს, ზოგ ვიდეოს, რავი 10, 20, 30 მილიონი, 300 მილიონი ნახვები აქვს რა. მე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მეთქი AI თითქმის ყველაფერში არის რა და მეთქი კინემატოგრაფიაში AI-ს რა უნდა მეთქი ან მოკლავს კინემატოგრაფს მაგალითად, მაგრამ არა პირიქით ან CG ხო ყოველთვის იყო. ხო ყოველთვის რა ბოლო 1-25 წელია ხო არის. და ეხლა დაიწყეს მაგალითად სახიობების AI-ით გაახალგაზრდავება რა. Tom Hanks-ი იყო ერთ-ერთი პირველი მაგალითი რა, რომ რამოდენიმე ისეთ სცენაში AI-ით ტიპი გახადეს რაღაცა 18 წლის რა და მეთქი არის მეთქი და შანსი არის მეთქი. მე ერთი მცირედი ის არის ნაპერწკალია იმის რაც შეიძლება აი ახალმოვალში მოხდეს რა. აი Forza-ში 5-ში იყო მე მგონი Paul Walker-ის ძმა რო deepfake-ით, ხო ეგ deepfake-ით ისქნეს, ამ ჩასვეს მაგის სახე რა და. ხო, რაღაცებს შეეხმარება. ეხაც იყო სხვა შაშანდელ ოსკარზე იყო მე მგონი. გაიმარჯვა ფილმმა რომლის ხმაც იყო დამუშავებული AI-ით რა.
რაც აქცენტის დასმა, ანუ აღარ მახსოვს ფილმი რომელი იყო, მაგრამ აი პიანინში რო თამაშობს ეგ მსახიობი არის რა. მე მგონი ეგ მსახიობია და მაგის ხმა რო პოლონურისკენ თუ რაღაცა უნგრული თუ შვედური რაღაც ეგეთი ქვეყანა აღარ მახსოვს, მაგის აქცენტი რო დაესვათ, მაგაში გამოიყენეს AI. ხო და ნუ ოსკარზე მოხვდა ეგ ფილმი და თან გაიმარჯვა. ხო. ეხლა როგორ არის, იცი? არის თუ არა AI ინვესტიცია. აი, ეხლა რო დაიწყო მუშაობა AI პროექტებზე, რო შექმნა რაღაცა კრიპტოვალუტას მე ვფიქრობ გადაუსწრებს არა, მაგრამ რაღაც დამატებითი ალტერნატივა იქნება შეიძლება რა. რომელიც შეიძლება გადაასწროს კიდევაც კრიპტოსაც, აჯობოს კიდევაც შეჭამოს, არ ვიცი. აი ძალიან ცუდად ვერ გავი კრიპტოში რა, იმიტომ რომ ხი ყველაფერში ცდილობ ხოლმე გავურეკო, მაგრამ აი კრიპტო იყო, მაგრამ თან ფინანსური რაღაცები რაც არის რა. დიდათ არასდროს მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ ცუდი ამბავი იყო ეგ ალბათ ჯობდა რომ თავის ზოზე დავინტერესებულიყავ. ეხლა ჩემი მეგობრები უფრო ვინც კარგად ერკვევიან მაგ ყველაფერში, არა მხოლოდ კრიპტოში, არამედ AI-შიც და იყენებენ ამას როგორც ხელსაწყოთ იდეალურად. ვაჭრობაში იყენებენ სხვა ვაჭრობაში და იდეალურად რაღაცებს შვება რა. აი ტრეიდინგში რაღაცა AI ბოტებიც არსებობს, რომლებიც რაღაცა ხრიკებით რაღაცა ჩალიჩობენ. ზოგადად ეგ ძალიან რთულია პროგნოზი, მაგრამ ეგ რაღაცა მონაცემებზე ხო არის დაფუძნებული მაინც რომ მაგალითად ძირითადად არის ხომ რაღაც ბლოგებში და Reddit-ზე ან სადმე იწერება რაღაცა ცუდი ან X-ზე ან ამ შემდეგ რა და ამ განცხადების მოყვება ხოლმე აქციების ვარდნას და რა ხა ილონ მასკი რომ გამოდის და რაღაცას დაწერს X-ზე რა რამდენჯერ ქნა ეგ უბრალოდ რომ აქციებით манипуляცია გააკეთა. არა მხოლოდ აქციებით, არამედ კრიპტოთი, ხო? Dogecoin-ზე იყო ძალიან ბევრი, Bitcoin-ზე იყო ძალიან ბევრი ეგეთი ამბავი, რომ Doge-ზე თქვა რომ ეს არის მომავალიო და დაიწყო Tesla-ში ინტეგრირება და ეგრევე ავარდა ფასი. მე რა კრიპტოის ამაზე Bitcoin-ზე თქვა რაღაც ცუდი და მე რა თქმა უნდა დავარდა ფასი და ნუ აი ეგეთი манипуляციები არის რა. მე ვიღაცა გამოვა იყიდის რაღაც 100 მილიონის Bitcoin-ს, რა თქმა უნდა იზრდება მე ინვესტიციების რისკი რა და თუ ისე კარგად გააკეთებ AI აგენტებს, რომ აი ამ ხალხს მაგას მეთვალყურება გაუწიოს და როგორც კი რამე დაიწერება, რეაგირება შესაბამისად გააკეთოს, რა თქმა უნდა შეიძლება რა ეს დაგიგმა რა. ჩემი აზრით თქოს ეს არ ვიცი რამდენად კარგად იმუშავებს, მაგრამ ლოგიკურად შესაძლებელია. თუ ამ მონაცემებზე არის კრიპტოს ბედი და ზოგადად აქციების ბედი დამყარებული, რაღაც ვაჭრობაზე ან ვიღაცა ადამიანების კომენტარებზე ან შეფასებაზე ფიდბექზე, მაშინ შეიძლება რატო არა უფრო მარტივად გააკეთებს AI აგენტი პირობითად ვიდრე შენ ხა საადრო ხო 1000 ადამიანს ესე ჩაუსაფრთე და სკროლო და სულ ამოწმა. სადღა ხა AI-ს დაავალო იგივე რაღაცა რა. ხო, არა, ეს ფილტრატორები არიან ძალიან კაი. ეხლა სხვათა შორის მედიაში იყენებენ რა, ჟურნალისტიკაშიც იყენებენ რა, fake news-ების. ბოლო პერიოდი კიდე ძალიან მაღალ საფასურად იყიდება სხვადასხვა AI თულები რა, თვითონ კომპანიები იყიდება რა. Google მაგრად არის ჩართული ამ თემაში რა. ვინები არის ჩართული ეხა თემა ეგეთი იყო რომ OpenAI-მ გამოაქვთ პირველი ეს პროდუქტი და ანუ მაგით ბაზარი გაუხსნა ბევრ სხვა კომპანიას. მე რა თქმა უნდა გამოჩნდა სხვა კომპანიებიც და ერთ-ერთი იყო Google-ის Bard-ი, ეგეთი პირველი რაც გამოუშვეს. და შემდეგ გამოვიდა Gemini. ეგეც ძალიან საინტერესო იყო, რომ ანუ Google ერთ და იგივე tasks თავის შვილობილ კომპანიებს აძლევს ხოლმე ერთდროულად რა და თუ არ ვწდები DeepMind-ი მუშაობდა Bard-ზე და Alphabet-ი მუშაობდა სხვა ხელსაწყოზე რა და საბოლოო ჯამში ამ ორი კომპანიის შვილობილი კომპანიების და ჯგუფის მოკლედ პროდუქტი გაერთიანდა და გახდა Gemini რა და მაგით დაიწყო რეალურად Google-ის AI-ის განვითარება. თუმცა მალევე გამოჩნდა Grok-ი, Claude-ი და ეგეთი სხვა ტიპის თულები, რომელიც რაღაცნაირად კონცენტრირებულები იყვნენ კონკრეტულ task-ების კარგად კეთებაზე რა, მაგალითად პროგრამირებაზე ან შემდეგ რა. ასე Copilot-ი გამოჩნდა Microsoft-ის, რომელიც რაღაცა GitHub-ს იყო მიმული და იქ რაღაცა ვინც მუშაობდა back-ში ან ზოგადად front-ში ან ზოგადად დეველოპერი იყო, იმას უმარტივებდა ძალიან საქმიანობას და ასე შემდეგ. მე DeepSeek-ი იყო კიდე ჩინური კომპანია, რომელმაც საერთოდ შეცვალა ბაზარი, იმიტომ რომ გამოაქვთ პროდუქტი, რომელიც იდენტურად და რაღაცეებში კარგად მუშაობდა ChatGPT და იყო უფასო. და მაგან რა თქმა უნდა
ამ კომპანიებს უბიძგა იმისკენ, რომ რაღაცა ფასიანი სერვისებში რაც ქონათ გატანილი უფასოში წამოეყოთ რა. აი მაგალითად ბოლო პერიოდში დაემატა პროექტების განყოფილება ChatGPT-ს, რომელიც აქამდე მარტო უფასო ვერსიებს ჰქონდათ და ეხლა რაღაცა ლიმიტირებული, როგორც ვთქვი, ერთი თვე არის რაღაცა და ფაილების ატვირთვაც ძალიან ლიმიტირებულია, მაგრამ მე უბრალოდ აი მაგ პროექტების განყოფილებას ვიყენებ ყოველდღიურად წლებია რა და ეგ არის იდეალური რაღაც რა, რაც შეიძლება chat-ში ხო, შეგიძლია შექმნას შენი პროექტი დაარქვა სახელი, მაგ კონკრეტულ პროექტში ატვირთო კონკრეტული დოკუმენტები, რომელსაც გინდა რომ პირველი კითხულობდეს ხოლმე, მაგალითად გინდა რომ ეკონომიკა ისწავლო პირობით, ან რაღაც ეგეთი ხო? ატვირთავ შენს ეკონომიკის წიგნებს ან რაღაც დამატებით მასალებს, მიცემ ინსტრუქციას, ან შეგიძლია chat-ში კონკრეტული ინსტრუქცია გაუწერო, რომელიც მარტო მაგ chat-ზე იმუშავებს და შემდეგ ყოველი iterაციის დროს რაღაც ეკითხები, რა თქმა უნდა, იყენებს იმ ინსტრუქციას, რომელიც შენ გაუწერე და იყენებს იმ ფაილებს, რომელიც შენ მიეცი. და შეგიძლია რა თქმა უნდა უთხრა, რომ თუ რაღაცა იქ არ მოიძებნება, დამატებით დასერჩოს, მაგრამ ძირითადად მაინც ორიენტირებულია, რომ იმ კონკრეტულიდან მოგცეს პასუხი, რაც შენ უკვე შენგან ისწავლა. და ეგ ძალიან მაგარია რა, შეზღუდული, რაღაცა აი ეს ჰალუცინაციებს რო ეძახიან ხოლმე, შედარებით ნაკლებია რა, მაგ დროს. ეს ხო, შენი იდენტობის რაღაცა კლონირებას აკეთებ, სადღაც და შენი უფრო კაი ვერსია გაიჩნდება რა, შეგიძლია ხასიათიც მისცე. ხო, ეხლა დაემატა ხოლმე შორის აი წინა კვირაში მოულისა. შეგიძლია რომ ხასიათები არჩევ რა, როგორ უნდა გქონდეს კომუნიკაცია შენთან. ან ზოგადად როგორ ტექსტის გენერაციის მომენტში რა ხასიათს ატარებდეს რა. ტონით შეგიძლია აკონტროლო ეგეთ რაღაცებიც რა. არა, მაგალითად ძალიან საინტერესო ეპოქაში ვართ ეხლა რა, მაგრამ იცი სად მაქვს ეხლა ის რა საინტერესო კითხვა დაზე ზოგადად აი ჩვენი თაობა, ოკეი, ჩვენ ახლა ნელ-ნელა ამაში შევდივართ, ვსწავლობთ, მაგრამ ახალი თაობა ალბათ 10 წლის მერე ვინც დაიბადება რა უკვე ან თინეიჯერები გახდებიან 10 წელიწადში რა, იმათ რა დახვდებათ რა, აი იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაქვს, ჩვენ ბაზა გვაქვს ფურცლიდან და მერე უკვე ინტერნეტი. ხო, კომპიუტერით ვისწავლეთ. ხო, ანუ ინტერნეტის და ეხლა აქ ვართ რა. ხო, ანუ 9 წლის არა, 9 წლის გეტყვი. 5-6 წლის ვიყავ პირველად რომ კომპიუტერთან შეხება მქონდა და ინტერნეტში 8-9 წლიდან ალბათ რა, ეს აი ინტერნეტ კაფეში მივიდი, ხელმისაწვდომი არ იყო თბილისში რა, ეხლა ეგრეს სახში ინტერნეტი და იქ ვსწავლობდი, მაინტერესებდა ეგრე და აი რამდენად შეიძლება პროსტა ისინი რას გამოიყენებენ, ან ეს ბაზა საწავა გაქრება ექნება თუ არა ის სკილები რაც ჩვენ გვაქვს. რას ფიქრობ შენ? ხო, აი მაგაზე ძალიან ბევრი მიფიქრია რა, მაგრამ სუიძახდი ხოლმე, რომ აი ჩვენი თაობა რაღაცნაირად მაგ გაგებით უნივერსალურია რა. და ეგ ძალიან მომწონს, რომ ისიც მაქვს ნანახი რაც შენ. უბრალოდ რა არ გვაქვს ნანახი ბავშვობაში და მე ეტაპობრივად მოხდა ეს განვითარება ჩვენი, რომ რაღაცა ადაპტაცია გავიარეთ რა. რა თქმა უნდა 10 წლის მერე და ზოგადად ეხაც ახალი ბავშვებისთვის ბევრად მარტივია ზოგადად ტექნოლოგია და შემდეგ ათვისება, მაგით იბადებიან და სამწუხაროდ მშობლებიც რავი პირველ რიგში ბავშვი ვატირდება მობილურს აძლევენ ხელში, რომ აი გაჩვენდი და რაღაცა და ავტომატურად ეჩვევა რა. რადგან ნუ ჩემი დამოკიდებული მაქვს, რომ ეგეთი პატარისთვის მობილურთან ზოგადად ტექნოლოგიასთან მაინც კომუნიკაცია არ არის რა ესეთი სახარებიელო. რაც შეეხება 10 წლის მერე მე მგონია რომ AI ხანა იქნება, AI ასისტენტები, smart სახლების თემა ისედაც არის და უფრო განვითარდება ყველაფერი და რობოტი დიძები. იმიტომ რომ აგერ ნეო არის უკვე რობოტი დიძა, რომელიც სახლის საქმეებს აკეთებს, კეცავს, რაღაცებს გადაადგილება შეუულია, დასუფთავება შეუულია და ჰუმანოიდი რობოტია. კი. ასევე პრეზენტაცია მაქვს. კი, აი ძალიან მაგარი რაღაც არის, რომელსაც ძალიან ბევრი ბაგი აქვს სხვა შორის, რა, ეხლა ძალიან ბევრი რაღაც პრობლემა აღმოაჩნდა, მაგრამ მასობრივად ამის ინტეგრაცია დაიწყება ოჯახებში რა, ეს ფიდბექი რასაც იღებენ. რა თქმა უნდა, ამის ყოველ ახალ მოდელში ეს გაუმჯობესდება რა. იგივე შეგვიძლია Unity რა, ჩინური კომპანიები, აი რობოტიკაში, აი თურმე მაგისთვის არიან დაბადებულები რა, იმიტომ რომ და მათ შორის ელექტრო რაღაცეებში რა, იმიტომ რომ ბენზინის ძრავიანი მანქანები მაგათ არ გამოზიოდათ არასდროს. და ეხა ელექტროები რომ მოაყარეს და მოაყარეს, თან რაღაც ძალიან ხარისხიანს უშვებიან რა და როგორც ჩანს აი იპოვეს თავისი ნიშა და ადგილი რა და მათ შორის ჰუმანოიდებში ხა Unity არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს აკეთებს და აი GRTH2 ახალი მოდელი აქვს ეხლა, რომელიც უფრო მეტად ადამიანურია, 180 სანტიმეტრია სიმაღლეში
და ეხა იყო სხვა შორის ის სახელი აღარ მახსოვს მაგ მოდელის X რაღაცა X Pen თუ რაღაც ეგეთი იყო თუ ნახე წარდგენა showcase-ის დროს რომ ყოველს ადამიანი ეკონა და რაღაცა მოგეთ ძალიან hype აიწია რა რომ გამოიყვანეს მე მგონი ან ჩინეთი ან სამხრეთ კორეა ეს უბრალოდ აღარ მახსოვს რა მე ამოვანათო სადმე თუ არის მაგის საშუალება ხო და მოგეთ გამოიყვანეს რობოტი რომელიცაც ეცვა რაღაცა ელასტიკური მთლიანი კოსტუმი ეცვა რაღაცნაირი და იმდენად ადამიანურის მსგავსი გადაადგილება ქონდა რომ ხალხმა აიგო მთელი ინტერნეტი აიწია რომ აი აფეიქებენ რა ანუ ადამიანი ჩასვეს შიგნით და რეალური რობოტი არ იყო და მე იმისთვის რომ ეს რაღაცა ჭორები გადაეფარა და მე მგონი მაგ კომპანიას მაგრა დაწყობდა ისედაც ეგ ჰაიპი და ძალიან სერიოზული ამბებია წყვეტ ინტერნეტში ჯერ ისქენს რა მუხლამდე ფეხი გადაჭრეს და ჩვენს შეგინდ რკინაა მთლიანად რა და მე ადმენ და უკანა ჩახსენს აი აქ უკანა ნაწილი ეგეც მოატიტულეს და ნახეს რომ რობოტია ხო და ეხა ეგეთი ამბავი რომ ხალხმა არ დაიჯერა რობოტი იყო ანუ ხო ხვდები რა დონეზე დაიხვეწა უკვე გადამანევრირება თუნდაც რა თუმცა ოპტიმუსიც არის ასევე ტესლას ახალი რობოტი და რა ვიცი ყველა სახეს უკვე ვერ მახსოვებ ყოველდღე ახალი გამოდის და მაგრამ ძალიან მაგარი ამბებია რა იმიტომ რომ ფასიც ვარდება Boston Dynamics-ს ყავდა Atlas-ი, ჰუმანოიდი, რომელიც ზოგადად ბოლო რამდენიმე წელიწადში და ბოლო წლებში პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რობოტი იყო, იმიტომ რომ შეეძლო ხტუნვა, რაღაცა პარკური და ეგეთი რაღაცეები. იაპონელებსაც ჰქონდათ ძალიან ბევრი რობოტი, რომლებიც უბრალოდ მერე გააჩერეს რა. ხო. და ოღონდ ძალიან ძვირი იყო Boston Dynamics-ის რა. თვითონ მაგათი ძაღლი ეს ფოთი რაც არის. რაღაცა 50000-დან ზევით იწყებოდა რა სუფასები და ნუ გააჩნია რაღაც და ეხლა ჩინური კომპანიები რო გააჩნდა და არა მხოლოდ უკვე რა $1600 შეგიძლია იყიდო. ანუ ხო ხდებს ხოვებას ამ ხელა $1800. საამაგრო. ფაზაკლებებზე შეიძლება დაკლებათ კიდე რა. და ის ჰუმანოიდი რობოტი რომელიც გითხრა Unity-ის მაგალითად G1 მოდელი. Showcase ვერსია ღირს 16000 სულ რა. და Neo-ს წეგან თქვი რომ ნახე ეგ ღირს 20000 ან შეგვიძლია subscription-ი გააკეთა $500 თვეში. ანუ 20000 იხდი ერთ ჯერზე ან $500 ყოველ თვეში რა. ვაი, ძალიან დიდი მომავალი აქვს რა. და ვერ წარმოვიდგენდი რომ აი ხა ესე დაიბუსტებოდა რა პოსტპანდემიკ პერიოდში განსაკუთრებით რა ეს. სოფლიო თუ დადგა ფეხზე ამით და დაიწყო ამაში ფულის ხარჯვა და უაზრო რაღაცებს თავი დაანებოს ძალიან მაგარი იქნება რა. ძალიან გჭირდება რა, თულებად გჭირდება, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება და ამის ალბათ ერთი 20 წლით ადრე დაწყება ამ ყველაფრის და მაგრამ ნუ ალბათ ეხლა დადგა ამის რაღაც კონკრეტული. ხო, ბევრი კომპანია ხა Boston Dynamics-ი 2000-იანები წინდან მუშაობს, მაგრამ ეგეთი კომპანია როგორც Boston Dynamics იყო, ბევრი არ იყო რა. თან მithometes ძალიან დიდი ინვესტიციებს იღებდნენ ხოლმე და თუმცა ხა სხვა კომპანიებიც ხა ბოლო 1 წელიწადში კი არ დაუწყეთ, მაგათაც რაღაცას უქონდათ რა, მაგრამ ნუ ეხა გამოჩნდა ის მომენტი, როგორც ChatGPT-ი დაბუსტა ეგ ამბავი, ისე დაბუსტა სხვა კომპანიებმა, რომ ესე იგი საჭიროა. თან ძალიან მაგარი ამოხდა იცი, AI-ის განვითარებამ შეუწყო ხელი ამ ყველაფერს რა. იმიტომ რომ უკვე შეიძლება რომ ამ უკვე მანქანებში, რომელიც არის მექანიზმი თავიდან ბოლომდე, ჩადო ტვინი. ანუ აზროვნება ჩადო რა. ის computer vision-ი რაც არის ცალკე რომ შეუძლია ნივთები ამოიცნოს და ატრენინგო ადამიანები ამოიცნოს და ასე შემდეგ. ამის გარდა შეგიძლია ჩადო ტვინი, რომელიცაც შეიძლება კომუნიკაცია, პასუხისგაცემა, რაღაცა დავალების მიღება. სხვა შორის Google-მა გააკეთა ისე პირველად, რომ Google Robotics-ის მიმართულებაა ცალკე, რომ შეო დავალებას აძლევ, აქ დავალების დამუშავება შეუძლია. ამ გააზრება და დაყოფა მე ეტაპებად, ანუ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს დავალება მივიღო და მე შლის ეტაპებად და ასრულებს ამ ყველაფერს რა. ხო და ეხლა ნუ როგორც ადამიანი იქცევა ხოლმე როგორც წესი რა. მინდა რო ეტყვი რომ მინდა წვენის გაკეთება რაღაცა, მიხვდება რა, ეხლა რა უნდა ქნას შეიძლება რომ დაწუროს რაღაც ამოიღოს მაცივიდან, დაწუროს, ჩაასხოს, ყინული ჩააყალა, ნუ რაღაც ეგეთი ბევრცვლადიანი მოქმედებები გააკეთოს რა. ოკეი. შენ ყოველდღიურად რამდენ რაღაცას იყენებ, რამდენ tools იყენებ AI-ს რა მაგალითად რა. აუ ეხლა რაც მაქვს ძალიან ბევრ tools ვიყენებდი, მაგრამ ბოლო პერიოდია ვიყენებ მარტო აი ეს ChatGPT-ის Pro ვერსიას და Google-ის Ultra ვერსიას, ბოლო ერთი Google-ის ხო, Ultra-ს ვერსია, Gemini რაც არის.
ალბათ უკვე აი სადღაც მაისიდან იმიტომ თავიდან უფასო ვერსიებს ვიყენებდი რა და მე უბრალოდ აი VO რო გამოვიდა და სხვა რაღაცები დაემატა მათ შორის აი წაღრობა ახსენე ეს პროექტების განყოფილება ChatGPT-ის და რაღაცა მაგის გამო ჩემი საქმიანობის გამო რა ძალიან ბევრ პროექტში მუშაობ ხოლმე და მინდა რაღაცები ასე უფრო სწრაფად გავაკეთო მაგრამ მეხმარება და ბოლო ერთი თვეა დავიწყე Lovably-ს და Base 44 არის ეგეთი აი vibe coding-ს ეძახიან ხოლმე რა კოდინგის ხო მაგალითად აკეთო აპლიკაციები ან ვებსაიტები იმის გარეშე რომ კოდის გარეშე აი ძალიან მარტივად რო ავხსნათ რა და ახლა მე რა იდეას მქონია ეს ბოლო წელს ან წლებში განმავლობაში საიტების მიმართულებით ან რაღაც ესეთი ტიპის პროექტების მიმართულებით ერთ კვირაში გავაკეთე რა ანუ ეგ იყო ჩემთვის მეთქი არის მურჩა მეტი რა ხაუნაქნა რა იმიტომ რომ ანუ სულ მჭირდება და იმდენი იდეა მქონდა სულ მჭირდება მაშინ გვერდზე ვიღაც ყავდეს დეველოპერი რა ან ძალიან ბევრი ფული გქონდეს რომ ამდენი იდეაც გაქვს იმდენი დაიქირავა ხალხი და გააკეთებინო რა და აი დეველოპერი დიზაინერი ელემენტარულად ხო ხო დიზაინერები ყველაზე ზარმაცი ადამიანები ამ სოფლიოში ხო, კარგი დიზაინერი რომელიც ზარმაცი არ არის, არის ახლა ცოტა რა. და ეგ ამბავია და ეხლა ანუ წარმოიდგინე ერთ კვირაში გავაკეთე 4 საიტი, მათ შორის AI-ია ერთ-ერთი. ეს არის AI tool-ი და ეხლა ვინც გვიყურებს შეგიძლიათ რომ უკვე შეხვიდეთ და ნახოთ. ეს არის AI-ის guideline-ი. იქნება ქართულ ინგლისურ ენაზე. იქნება თითოეული ხელსაწყოს აღწერა. რისთვის შეიძლება გამოიყენოთ უფრო მეტად, იმიტომ რომ ზოგადად AI tool-ები ყველაფერში გამოიყენება, general AI-ები რაც არის რა, მაგრამ რაღაც კონკრეტული საქმიანობა აქ ხომ უფრო ძლიერი მაგალითად, რა, იმიტომ რომ უფრო კარგად ხდება მაგ მიმართულების დამუშავება. ეს იქნება რაღაც პრეზენტაცია იქნება ეს თუ რაღაც სხვა, ხო? და ასევე ყველაზე კაი რაც არის, საქართველოში ძალიან ცოტა მისის რა AI-ის გამოყენება რა, მაინც ბაბლში ვართ ხოლმე, იმიტომ რომ ხო, ან ერთი არ ChatGPT-ს რაღაც კითხო და დაგიბრუნოს, ეგ ოკეი რა, ანუ მაგას ყველა Google-შიც ხდებოდა ეგეთი რაღაცა წლების წინ. კი და ერთი არ არის ფუნქციურად გამოიყენოს საქმიანობაში, ეგ არის ძალიან რთული ამბავი. ძალიან რთული არ არის, მაგრამ ნუ ადაპტაცია მაგ ყველაფერთან და თან დაინახო რომ ეს შეიძლება შენ საქმეში გამოიყენო, აი ეგ უჭირს ხოლმე ბევრს რა. ხო და აი მან დაეხმარება რომ use case-ები არის ძალიან ბევრი მაგალითები როგორ შეიძლება გამოიყენო კონკრეტული ხელსაწყო კონკრეტულ საქმიანობაში და თავისი პრომპტებით, თავისი input output მასალებით, აი მაგალითად ნანობანანაში თუ გინდა რომ მიიღო რაღაცნაირი ანიმაციური სტილი, გექნება input photo და output რაღაც პრომპტი და მე რა output-ი რასაც მიიღებ რა და ვიზუალურად მაინც რო ხედავ ამ ყველაფერს მინიმუმ ეს მომენტები ძალიან დაეხმარებათ იმაში რომ გაიადვილონ ეგეთი ამბები რა და vibe coding-ს რო ვლაპარაკობდი ბარემ მან ვიტყვი რომ ეხა 2 დღის წინ გამოუშვა Gemini 3 ვერსია 3 Pro ვერსია რომელიც განსხვავებული საერთოდ შეიძლება ყველა benchmark-ში რაც შეიძლება ყოფილიყო და AI-ებს აქვთ ხოლმე მაგ ყველაფერში აჯობა რა. მაგრამ ეს ყოველთვის ხდება, ანუ აქ არის ძალიან ისეთი რა სპორტული ამბავია, რომ ყოველ ჯერზე რომელიც ახალ ვერსიას უშვებს, ის ვერსია ჯობია წინა ვერსიებს და წელიწადში ეს ხდება რამდენჯერმე. ანუ საკმაოდ კაი სპორტული, აზარტული ამბავია. მაგარი კონკურენცია. მაგარი კონკურენცია აქვს და საერთოდ ჯამში ეგ მომხმარებლებისთვის არის იდეალური რაღაც რა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ცდილობენ რომ ფასი დააკლონ, ანუ უფასო სერვისში გადაიტანონ ფასიანი სერვისის რაღაცა კონკრეტული, ხო და საბოლოო ჯამში ძალიან ეხმარება ჩვენარ ადამიანებს, ვინც ამით სარგებლობთ რა. იმიტომ რომ მე მგონია რომ ეხლა ძალიან ძვირია, მაგალითად $200 ChatGPT-ში, ან ულტრაშიც დაახლოებით მაგდენი Gemini-ში, საკმაოდ ბევრია რა. მაგრამ შენ თუ საქმიანობაში გიგღრებს იმ ამბებს, რა ამბების გასაკეთებელადაც მაგალითად $200 არ გეყოფოდა, მაგალითად ხალხის დაქირავება, ხო? საიტისაც 4 საიტის ხო რა, აწყობ $40. ხო. აი 4 სრულ ყოფილი საიტი გავაკეთე $40-ში რა. რომელიც ღირებულება სავარაუდოდ 1-50,000 ლარია. ნუ აი თუ კარგად აეწყობა, შესაძლებელია კი და მეტი შეიძლება ერთი დაჯდეს მაგდენი რა. ეხლა მე რაც გაკეთებულია ეს თქო ამის დახვეწა და განვითარება შეიძლება უსასრულოდ რა, მაგრამ მე მგონია თავის საქმისთვის რიცხვისაც შეიქმნა ეს ყველაფერი საკმაოდ კარგია და მე რა თუ ექნება თავისი სერიოზული ინტერესი და ხალხიც კარგად გამოიყენებს, მე შეიძლება სხვანაირად. მე $100 პაკეტი საღებავ. კიდე შეიძლება. მან სხვათა შორის payment-ების საკითხი არის კი შეგიძლია payment-ი ანუ API ჩადოთ შიგნით ჩვეულებრივად რა. გაძლევს მაგის საშუალებას. და რამდენი უსაფრთხოა მე. ხო, აი უსაფრთხოებაა ძალიან საინტერესო კითხვა და მაგის გამო ეხა ვაწყობ ზუსტად
შოპის სვაწყობ, მოკლედ, აბსოლუტურად აწყობილია უკვე მთლიანად, ფუნქციონალი ყველაფერი მუშაობს. სატესტოდ. არა, მინდა რომ გამოვიყენო რა და აწყობილია ყველაფერი, გადახდის სისტემა, თავის მონაცემების შეყვანა, ყველაფერი აბსოლუტურად და ბოლოს არის უკვე რომ უნდა იყიდო რა. და აი მაგ მომენტში ვარ გაჩერებული და იმას შვები რა. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ იქვე კი არ დავჰოსტო, არამედ ჩამოწერო კოდი. და ცალკე ავიტანო ჰოსტზე, რომ მაინც და მაინც ხა იმათ სერვერზე ან რაღაცაზე არ იყოს მიბმული ჩემი ეს ბარათების თემა. ისედაც არ ვაპირებ ბარათი შევინახო და რაღაცა, იმიტომ რომ ზოგადად გქონია რომ შოპს ვინც აკეთებს ან რაღაცა, ნუ არ აუცილებელი რომ ბარათი, ანუ მაგრამ კალენდარღოაც არის ალბათ რა. თუ მაგალითად სერიოზული დაცვა არ გაქვს, იმიტომ რომ მაგ სერტიფიცირება ჭირდება ჩვეულებრივად, რომ მონაცემები შეინახო რა. და შოპის საიტები ისე გამვითარდა ბოლო პერიოდი, რომ საერთოდ აღარ არის საჭირო მონაცემები შეინახო. ყოველ ჯერზე ხა ავტომატურად შეიყვანოს ხელით, რა პრობლემაა რა. არა, Apple Pay-ს კაი თემა. ან მინიმუმ Apple, ხო. ეხლა ვფიქრობ, Google Pay და Apple Pay ჩავაინტეგრიროთ და მაგით ეგ პრობლემები მოგვარდება. მოგვარდება ძალიან easy რა. იმიტომ რომ ნებისმიერი API, ნებისმიერი რაღაცის ყიდვა თუ გინდა და არსებობს Apple Pay, უკვე ავტომატურად ადამიანის ტვინში ის ჩდება, რომ всё, ესე იგი აქ რაღაცა ნიჭო თემა არ არის რა, უსაფრთხოება არის რა, დაცულია რა. კი, მაგრამ Apple Pay-ს დროს შენ ფაქტობრივად იმ საიტთან ბაზებს არ ცვლი რა. ხო, კი. ეს ცალკე არის აბსოლუტურად, უბრალოდ აკავშირებ Apple Pay-ს, აქ იხდი და მორჩა რა, მაგით დამთავრებულია გამბო. ხო და აი ნახო თუ გამომივიდა ეგეც ესეც ძალიან კაი საიტი იქნება დიზაინერებისთვის რა. ამასობაში მე რომ კითხვის დასმა მინდოდა იმაზე რომ მეთქი ადამიანმა აი ჩოლებრო რენდომ ადამიანმა ვისაც არანაირი შეხება არ აქვს AI-თან რომელი AI თულებით უნდა დაიწყოს და რა ისწავლოს და ამასობაში შენ საიტი შექმენი სადაც შეუძლია შევიდეს უფასოდ ხო ეგრეა? კი, უფასოდ. ბლოგის ტიპის საიტია, თულების განყოფილება იქნება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ შევიდეს და ათვალიეროს, ნახოს, წაიკითხოს და დააკოპიოს კონკრეტული პრომპტი, რაც მე ისაც შევქმენი და გააკეთოს და ასევე რა ვისაც სურვილი აქვს და AI იცის კარგად რომ სხვას გაუზიაროს, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს და დაამატოთ ეგ თულები. დაჟე ეგრე შეიძლება. კი, ანუ მინდა რომ ჩემი რაღაც კი არ იყოს, მინდა რომ რაღაც გამვითარდეს დამოუკიდებლად და შესაბამისად ეგეც არის მიზანი რა. ცოცხალი ორგანიზმი ცოცხალი ორგანიზმი ხო რაღაცა ისეთი, ანუ ერთ ადგილზე მოქცეული ბლოგი, სადაც ვინც იცის, აზიარებს იმასთან, ვინც არ იცის და ესე მარტივად. Wow, okay, არა, nice. მოდი ცოტა საშიშროებაზე ვისაუბროთ. ეგეც საინტერესო თემა არის რა. ჩვენ ვარ ჯერ ზენიტში არ ვარ, განვითარების ეტაპებს გავდივართ AI-ით. არ ვიცი რამდენ წელიწადში მიაღწევს ეს PIX ზენიტს, არ ვიცი. მე სავარაუდოდ რეგულაციებს დაადებენ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ძალიან სერიოზულ რეგულაციებს ადებს, განსაკუთრებით okay, Nvidia-სთან აქვს ძალიან ბევრი დავა, ბევრ ამაში რა. არ ყოფნის რესურსულად არ ყოფნის ბევრი რაღაც მაგალითად, ხო? ხო ეგრეა, ამდენი სერვერი, საიდან, ამდენი მიკროპროცესორი, ამდენი ან წარმოუდგა ენერგია ჯერ. მაგაში არის ომი ხა ჩიპებში, ხო, პროცესორებში, სადაც ჩინეთი და ამერიკა, ამ შემთხვევაში ამერიკაში გულისხმობ Nvidia-ს, იმიტომ რომ ნუ აგერე რამდენიმე კვირის წინ 5 ტრილიონად შეფასდა უკვე კომპანია, ნუ ძალიან ყველაზე დიდარი კომპანია დიდარი გაიჩნდა მთელ მსოფლიოში, ხო, დედამიწაზე რა და ჩინეთიც ეხა გამოდის რაღაც პოსტი, რომ 1000 უფრო სწრაფიაო ჩვენიო, ვიდრე Nvidia-სიო და ნუ ჯერჯერობით არავინ არ იცის, არავის არ გაუტესტია, უბრალოდ ინფორმაციის ზონაზე გამოაგდეს რა. ხო და საშიშროებასთან დაკავშირებით იყო, ხო? ეხლა მიდის ომი რეალურად აი მაგ საბნის გადაკაჩვაზე, რა, რომელი უფრო სწრაფად დადებს ძალიან ისეთ პროდუქტს, რომელიც უნივერსალური იქნება. და საბედნიეროდ ბევრი კომპანია მას ჩართული. რეგულაციებსაც შეეხება უფრო მეტად ევროკავშირის ქვეყნები არის ძალიან ბევრი რეგულაცია. მაგალითად რაღაც ქვეყნებში, იტალიაში მაგალითად თავიდან ChatGPT-ს გამოყენება არ შეიძლება და რაღაც ძალიან დიდი ხანი რა. ოკეი. მაგალითად ისევ სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, ნუ ჩინეთში ხა რატო გამოიყენებენ ChatGPT? სამხრეთ კორეაში? კი, იქეთ შეზღუდვა იყო. ჩინეთში მაგალითად ხა ჩინეთში ზოგადად ჩინურის გარდა ყველაფერი აკრძალულია აბსოლუტურად YouTube-ის. ხო, არაფერი არ არის. ანდაში უნდა შეხვიდე და რაღაცა მოძებნა. ხო და შესაბამისად აი საფრთხე არის ძალიან რეალური რა. იგივე როგორც
ვიღაცა რო კარგი დეველოპერია და ჰაკერი რო ხდება რა, ჰაკინგს რომ იმართავს უკვე, ეს ჰაკერობაც რა არის, ხო, ერთი რომ რაღაც ან ძალიან კაი თავდაცვის სისტემა შექმნა, ან გატესტო, ან გატეხო. ხო. ხო და შესაბამისად, როგორც კარგი ტიპი შეიძლება იყოს, რომელიც კარგ რაღაცეებში იყენებს ამ ყველაფერს, ისე შეიძლება ცუდი ტიპი იყოს რა. გაწარმოიდგინე რომ ეგ ადამიანი ვინც ცდილობს ამდენი ხანი რომ რაღაცეები გატეხოს და გააფუჭოს, ხო? ის ამ AI-ს გამოიყენებს უფრო კარგად გასაკეთებლად ამ საქმეს. ეხაც იყო რაღაც შეტევა გააკეთეს AI-იც. წარმატებული არ აღმოჩნდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ზიანი ვერ მიაყენა შეტევით. მაგრამ ნუ ძალიან მარტივად გააკეთეს, რა ვინც გააკეთა და ნუ ბუნებრივია რა, რომ ერთია რომ ამის ცოდნა ადამიანებს გვეხმარება, რომ რაღაც საფრთხეები არსებობს. კიდე რა გამოასწორა, იცი წინაზე რომ ვლაპარაკობდი ერთ-ერთ სტუმართან მეც, მანდიყო რომ ამ AI-ს ხანამ აი fake news-ების ამბავი უფრო ადამიანები დააფიქრა და უფრო გაათვითცნობიერა იმაში, რომ რაღაცა ინფორმაცია შეიძლება იყოს fake. ანუ იმდენი კონტენტი იქნება AI-ით, რომ აი ეგ რო იციან, რომ AI არსებობს უკვე. ყოველ ჯერზე როცა ახალ news ან ფოტოს ხვდები, ანუ უკვე ავტომატურად გიჩნდება ეჭვი, ან ეგრე თავდაცვა რაღაცნაირი რა. და შესაბამისად ისეთი დონით და ისეთი ხარისხით დაჯერება რაღაც ახალ შევხვედრ ინფორმაციაზე აღარ აქვს ხალხს რა. ეგ ძალიან კაია. ჯერ მაინც იმდენად განვითარების ეტაპზეა ეს ყველაფერი რა, რომ ბოლომდე ხა აი რო შექმნა მექანიზმი ამის თავდაცვისი. და ისიც ქმნიან რა ამ ყველაფერს რა. ეს ხომ მუდამ ვითარდება. ანუ არ ჩერდება რა. შესაბამისად შენ სულ უნდა შექმნა ამის თავდაცვის სისტემა, რომ არ გაგასწროს ძალიან. იმიტომ რომ ეხაც რა ვიცი აი ძალიან ბევრი პრობლემა ხომ პლაგიატზე და რაღაცეებზე და ამის სისტემები არსებობდა რომ აი პუბლიკაციები რაც არის ნაშრომების სამეცნიერო თუ გამოქვეყნები და ამ შემდეგ იქ თუ რა ციტატა ციტირება გამოიყენე ის პლაგიატის სისტემა გეტყვის აი რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი არის ციტირებული და არის ამ ადამიანის პირობითად რა ეს იყო მაგრამ ეხა უკვე AI-ის ხანაში ხო ძალიან რთულია რომ კატასტროფულად რთული ხო აი წარმოგიდგენთ ნებისმიერი სტატიები შეგიძლია ჩაუწერო და შენს ენაზე გადათარგმნო. აი მწერალი ხარ. მწერალი ხარ კი. ხო არა პროფესიით ხარ მწერალი მაგალითად. ხო. ხო აი როგორ უნდა გამოძრე ამ სიტუაციიდან რა? როგორც მაგალითად დიზაინერები გამოძრებიან ხოლმე რა, რომ იდეებისთვის აქვთ რაღაც რეფერენსებს და ამისთვის ანუ ეს ცუდი რატო არის ვერ ხვდები ხოლმე, იმიტომ რომ ისედაც რა ეს დიზაინერები როცა რაღაც იდეებს ეძებენ, შედიოდნენ Pinterest-ზე, Google-ში რაღაც ანუ ქუჩაში გადიოდნენ, ათვალიერებდნენ რაღაცებს, ანუ რეფერენსი იღებდნენ, ანუ იდეების გენერაციას ცდილობდნენ რა, რაღაც იდეა რო აქვს რაღაც კონკრეტული სტილში, ეძებენ მე ამ სტილის შესაბამის რაღაცა რეფერენს, რომ ეს მე ან გამოიყენო, ანუ ეხლა ფაქტობრივად შეგიძლია რომ შენი იდეა მოუყვე, იმან დაგიგენერიროს ბევრი ფოტო ამ ფოტოებიდან შენ კიდე მეტად დაამუშავო შენ გონებაში და მე რადგან შექმნა რა. იგივე მგონია წერილობის, იმიტომ რომ ChatGPT ხო იცის თითქმის ყველა ესეთი ნებისმიერი ჟანრის წიგნში შემოვალი ინფორმაცია, ხო? იცის თითქმის ყველა წიგნზე, რომელიც საჯარო შეიძლება იყოს და არასაჯაროც მათ შორის, იმიტომ რომ მაგაზეც ბევრი დავა არის, ხო? ხო და ფაქტობრივად ეხა შენ ერთი ადამიანი რო ხარ, ხო, ამდენი წიგნის წაკითხვა შეუძლებელია. და ზოგადად რა მწერალი უნდა კითხულობდეს ძალიან ბევრს, რომ რეფერენსები აიღოს, სტილები თავისი ჩამოაყალიბოს და ეს შემდეგ რა და ეხლა შეიძლება ვთქვათ კომუნიკაციის დონეზე შენ რაღაცა იდეები დაამუშავო და მე რა თქმა უნდა შენი ტვინს უნდა ავარჩიო ამ ყველაფერში რა. მე მგონი AI ეპოქა ამ პროფესიის ადამიანებს უფრო გაზრდის თვითღირებულებას გაზრდის რა, იმიტომ რომ უფრო ძვირად გაიყიდება მათი პროდუქტი რა. მაგალითად ბევრი ძახდა რომ ხატვა ფერწერა მოკვდებაო პირიქით ეხლა ორჯერ გაძვირდა ყველაფერი აბსოლუტურად რა იმდენად საინტერესო გახდა რა იგივე ხელნაკეთი ხის რაღაც პროდუქცია ხელნაკეთი ხო მაგას ფასი არც აუკარგია პირიქით ძვირდება იმიტომ რომ ეხლა არის რაღაცა CNC და სხვა პროგრამირებადი ჩარხები რომელიც რა ვიცი თითქმის ერთნაირი სიზუსტით შეუულია ათასობით პროდუქტი გაიგეთოს და ხელით რომელიც რა ვიცი ძალიან რთულია რომ 1000 წალი ერთნაირი გააკეთო რა. იმიტომ რომ მაინც ყოველ შეზე ისეთი ამბავია. მაგრამ ხელით ნაკეთ პროდუქტს არ აქვს ნაკლები ფასი. შეიძლება მეტის, იმიტომ რომ იმას ძალიან კარგი აკეთებს რაღაცა 1 საათში, ხელით შეიძლება 1 კვირა მოანდომოს ადამიანმა რა.
და სწორედ ამ დროში იხდის მერე და დროში და ის რომ ხელნაკეთია და უფრო სხვანაირად რომ აჩადებული ამ ყველაფერში. და გაყიდვაზე რაც შეეხება ძალიან ბევრი პლატფორმა გამოჩნდა, თვითონ აი Amazon-ს დაამატა მაგალითად, თუ მწერალი ხარ, შეგიძლია უბრალოდ როგორც მწერალი ეგ დარეგისტრირდი და აწვეთო შენი წიგნის PDF ვერსია და აი Amazon-ი ავტომატურად გიბეჭდავს ამ წიგნს, ათავსებს თავის shop-ში და მე შენთან მოდის რა ის 70% პირობითად ამ გაყიდული პროდუქციის, ანუ აღარ გინდა სტამბასთან კომუნიკაცია რა. ანუ დღეს თუ მწერლობა გინდა, შეგიძლია ბოტ წერო. ხო, ეს მარტივად. საინტერესოა. მე ძალიან მინდა მედიცინის სფეროში წინ წაიწიოს AI. ანუ ჯერჯერობით იმ დონეზე არის, რომ შეგიძლია რაღაც შენი დიაგნოზის გარჩევა, ხო? რაც რჩევების დონეზე და რამოდენიმე მიკროსკოპული რობოტიც არსებობს რა, მაგრამ ეგ არის აი ძალიან მინიმუმის მინიმუმია რა. და ქირურგი რობოტები და რაღაცა. ხო, ქირურგი რობოტები, მაგრამ მაინც ხელით მართვადია ჯერჯერობით მაინც რა. ხო, რაც ეხება AI-ის როგორც მედიცინის მართულებითაც აი ჩემი მეგობრები არიან, ძალიან დიდი ბაზები არსებობს ისაც მაგალითად ჩვენ არ ვიცით რა. თავისი ყველა მედიცინაში ჩართულ ადამიანს თავისი სისტემა აქვს, ხა ამის სახელს ნახოთ ვერ გავიხსენებ. მაგრამ ძალიან მაგრად მუშაობს. მარტო ChatGPT-ს რო ავიღოთ, თვითონ დადგენა, ანუ დიაგნოსტირება 80% შემთხვევებში არის წარმატებული ხოლმე. ანუ ეს იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ნებისმიერ საშუალო ექიმზე. და ეგ ძალიან ბუნებრივი მაგალითია რა. ეხლა აი მაგალითად შენ რო ექიმი ხარ და შენი ცხოვრების 50 წელი დაუთმე მედიცინას და რამდენი პაციენტი შეიძლება ყოლოდა, აი მაგალითად 50 წელიწადში. აი ყველაზე ისეთ შემთხვევაში რა ვიცი, წელიწადში მაგალითად 1000 იყოს, ხო? და ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ რამდენი кейსი შეიძლება არსებობდეს, ხო? ყველა შენ ანუ არც შეხება გექნება, როგორც ინდივიდუალ ექიმს და არც ამაზე ინფორმაციის წაკითხვას შეძლებ. იმიტომ რომ ძალიან რთულია ხა ყველაფერი აკეთო რა, ერთდროულად რა და მედიცინასთან ისეთი მიმართულება, სადაც ძალიან დიდი მონაცემებია რა. შენ რომ მიდიხარ ექიმთან, რენტგენს იღებ, რაღაც სხვა კარდიოგრამა გაქვს, ის გაქვს, ძალიან ბევრი მონაცემები გაქვს რა და ეს მონაცემები სუგროვდებოდა, როგორც კი ეს სისტემა შეიქმნა, სუგროვდებოდა და როცა ეს სისტემა არსებობდა, ყოველთვის იყო ხელნაწერები. ანუ ამ ხელა ბაზა არის, ხო ხვდები, ხო წარმოგიდგენი, ანუ სამყაროში ყველა დაავადებაზე, ყველა მოცემულობაზე, ყველა განვითარებაზე, ყველა რაღაცა ეგეთ დეფორმაციაზე შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი აჭამო, ეს წყალებში, ანუ დაატრენინგო AI და შესაბამისად მისი სიზუსტეც, რა თქმა უნდა, გონიურია, მათემატიკურია უბრალოდ რა. ადამიანი ამას ვერასოდეს აჯობებს. ხო და ეს რა თქმა უნდა მომავალია რა და ბევრად უფრო გააუმჯობესებს მედიცინის მიმართულებასაც რა თქმა უნდა. ხო, არა. მაგალითად კიბოს სტადიების თემები დაიწყეს, რომ უფრო ადრეშეულია დიაგნოსტირება ვიდრე ნებისმიერ ადამიანს. აი სამხრეთ კორეა ძალიან კარგი მიმართულებით მიდის მედიცინის რაღაც უნიკალურ გამოგონებებით რა, მაგრამ აი კბილზე ხო, აი მესამე თაობის კბილის გამო. ხო და ეგ უკვე შემდეგი წლიდან შეაძლებელი იქნება ჩაეშვება გაყიდვაში ამ ყველანაირი ლიცენზია და ლიცენზია გაიარეს და მე რო ვიყავი სამხრეთ კორეაში, აი იქ სტარტაპებთან მქონდა შეხვედრა და 80% სტარტაპებს არის მედიცინის მიმართულებით რა. აი ნახეთ მაგალითად ისა კანს როგორ ბეჭდავენ. ანუ დამწრობა ვისაც აქვს ძალიან სერიოზული დამწრობა, ხო? სხვა ისეთ ჯანსაღი ადგილიდან ცდილობენ ხოლმე ზოგადად კანი ააჭრან და მე გადანერგონ რომ შეხორცების პროცესი აჩქარდეს. და ამათმა შექმნეს რომ ეს ბოჭკოს სპეციალურ პლაზმურად რაღაცნაირად გამოყავთ სისხლისგან კანის ბოჭკოები, მე ბეჭდავენ ამ კანის სტრუქტურას და მე იმას აკრავენ რა დამწრობებზე რა. ნუ სადმე აჭრა აღარ გჭირდება რა. ხო და ეგეთ რაღაცები ძალიან ბევრი ვნახეთ იქ აი ერთ-ერთში ძალიან სასწაული იყო. ხო და ალბათ კორეა ეგ არის თელი მუამი მაგათი რომ მედიცინას აწვევიან ძალიან. ერთი ხო სახის მოვლა სხვა რაღაცები, ჯანმრთელობის მოვლის თითქმის ტრადიციის ზონაზე აქვს აყვანილი რა მაგათი. შესაბამისად მათი სტარტაპებიც და მათი რაღაც განვითარებებიც ამ მიმართულებით რომ უფრო სხვანაირად ვითარდება და უფრო წინარე რაღაცეებში, ნუ ძალიან ლოგიკური მგონია რა. Nice. ხო, არა, მე ძალიან ხშირად ვხვდება რა, აი კორეაზე ინფოები და ყველგან. საქართველოში რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? ჩვენი იდენტობა ან ხასიათი ან რამე რო ჩავნერგოთ და წერანები შეგვიძლია დავეხმაროთ დედამიწას უსოფლიოს. წერან რო თქვით რა საფრთხეებზე და
ამერიკულ მაგალითებზე რაღაცებზე როგორ ვითარდებიან მანდ მინდოდა რაღაცნაირად ჩემი გულის ტკივილი რა რომ აი ყოველდღე ხედავ რაღაც ახალი ინფორმაციას ინოვაციას ამ ქვეყანამ ეს შექმნა ეს გამithარდა იმანეს და აგერ ჩვენს მეგობარ ქვეყნებში სომხეთში უკვე Nvidia-ს ნახევარ 500 მილიონიანი ინვესტიცია სასტარტოც დაიწყო და ძალიან მაგარი რაღაცები ხდება რა ყველგან რა ჩვენი ქვეყანა რაღაცა წელს გაიყინა ძალიან ცუდად რა იმიტომ რომ რა შეგვიძლია რა მაგ ყველაფერს კეთება იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან მაგარი ბევრი ნიჭიერი ადამიანია რა ვინც შეიძლება რომ რაღაც საქმე აკეთოს ძალიან მაგრად რა და რა შეგვიძლია ჩვენ რაში ვართ კარგები რა აი ბევრი დაკვირვების მერე ამასთან უფრო ახლოს მივდივარ ხოლმე რომ ჩვენ ხა ზოგადად ინოვაციური ტიპები ვართ ძალიან შეგვიძლია რაღაც განვაახოთ რაღაცეები რა და თუ ჩვენი გამოგონილი არ არის შეგვიძლია ხოლმე რა სხვისი გამოგონილიც რაღაც უფრო დავხვეწოთ გამოვითაროთ დავამუშავოთ რა რაღაც სხვა ეტაპზე ავიყვანოთ რა იგივე აი საჭმელების მაგალითით რო ავიღოთ რა ბურგერები ალბათ რა გიჭამია ფერ ქვეყანაში ხო რა ვიცი მაკდონალდს რა ნებისმიერ რაღაცა იღე რა მაგრამ მოყოლი ვარ ხო და აი საქართველოს ნებისმიერ საბურგერში ალბათ ბევრად კაი ბურგერი იშოვება თითქმის ნებისმიერში რა კი ძალიან კაი ბურგერებია ხო და ეგ რაღაც ბევრი რაღაცის გამოაც არის რა ერთად ეზოში სხვათა შორის კაი ბურგერები გეთება ხო და ნუ არა მხოლოდ ბურგერი ამ ეს ვიძახი რა ზოგადად რასაც ხელს მოვკიდებთ ხოლმე გვინდა რომ ძალიან მაღალ ლეველზე იყოს. უკეთესი ვერსიის შექმნაში კარგები ვართ ასე. აი საიტები აიღე მაგალითად რა ამერიკული საიტები გინახია ნებისმიერი საიტი. კატასტროფა, მეზიზღება ამერიკულ საიტებს ვერ ვიტან. და ამდენს აი ნებისმიერი თითქმის ცოტა ნორმალური კომპანიის ჩვენი ქართული ანუ ყველაფერს სხვანაირად ვაკეთებ ჩვენთვის რაღაც მარტო ეს იმათვის არის მნიშვნელოვანი შედეგი რა აი საიტი იმისთვის იქნება რომ შენ მოხმარებელი შევიდეს ნახოს ინფორმაცია და გამოვიდეს რა და შენ იმაზე ფიქრობ ეს მომხმარებელი აქ რომ შევა რას იფიქრებს რა ანუ რამდენად ლამაზია ეს დიზაინი ანუ ეს მოეწონება ეს ღილაკი ესეთი მონგოლები ის თუ რა სხვანაირი გავაკეთოთ ცოტა რა ანუ სხვა რაღაცებზეც ფიქრობ მარტო იმის გარდა რომ იმან ანუ სულ მარტივი რაღაცა იდეა შენ შედიხარ იმის რომ ინფორმაცია წაიკითხო გამოხვიდე არა ეგრე არ არის აქ უნდა მოგეწონოს ეს ყველაფერი შეგიყვარდეს და კომფორტულად იგზნო თავი რა არა ეგრე არის ჩვენთან აკვების ობიექტებიც ეგრე არის რა უმეტესი წილი ლამაზად კი ლამაზად სუბტად ხა ევროპაში წემბის ხა ისი არ გამიგოთ რაღაც ევროპის მასშტაბით ყველაზე ბინძური აი საპირფარეშო ან რესტორანი ან შემოსასვლელი იტალიაში არის რა აი კატასტროფაა ჩვენც ბევრი გვაქვს სამუშაო ჩვენც ხო მაგრამ კი მე იტალიაში ვიყავი მაგრამ აქ შვეიცარია არსებობს მივხვდი რომ ჩვენნაირი ტიპები არიან რა და ეს ქუჩების უსუფთავობა კიდე ის კიდე და ძალიან ჩვენნაირები არიან და რაღაცეებში გჯობიან კიდევაც აი მაგ უსუფთავობაში ხო და დანარჩენ ქვეყნებში ხარ ეს ტურით რა ანუ მანქანა ვიხირავე და ეს ევროპა პატარა ტური გავაკეთეთ რა გერმანია ჩეხეთი ავსტრია რაღაცეები რა და გერმანიაში თან გვიწევდა ხოლმე აი ბენზინის გასამართი ისინი არის ხოლმე ძალიან ბევრ ადგილას ცოტა მაგისტრალთან მიდიხარ შოროსან ყოველ 20 კილომეტრში ხდება და იქ შეგიძლია რომ თავისი საშხაპეები ღამის გასათენებელი პარკირება დიდი ანუ ყველგით რაღაცეები და ჩერდებოდით ხოლმე რა ხო და ყველგან ეს სიტუაცია ანუ გერმანიაში ჩეხეთში და ავსტრიაში იყო იდეალური ჩავედით იტალიაში და იქ უკვე იქ მეთქი რავი აი ზედახურა ძალიან უსუფთავო რაღაცეები რა ანუ ძალიან დიდი კონტრასტი იყო რა მაგრამ ნუ იტალიას თავისი აქვს რა ისტორია და მთელი ამბავი და სილამაზე აქვს ის რომი მაგალითად თავისი მაგრამ ჩვენ არც რომის გარდა კიდე სხვა ქალაქებიც ძალიან მოგვეწონა რა ეხლა EIS-თან რო დავუბრუნდეთ ხო ხო ჩვენ ფიქრობ რომ ძალიან მარტო ქართული ამდენიმე სტარტაპი არსებობს ან ჩვენერი პატარა ქვეყანაში იმდენი ერთნაირი პროდუქტი არსებობს და ყველა მუშაობს ხოლმე აი გაგიჟება შეიძლება უბრალოდ რა თან იმის ყოლობაზე რომ ბაზარი გვაქვს უპატარავესი აი ძალიან პატარები ვართ რა და ამის მიუხედავად რავი AI კომპანიები ძალიან ბევრი არსებობს რომელიც როგორც ადგილობრივი საერთაშორისო ბაზარზე მუშაობენ მათ შორის საერთაშორისო ბაზისთვის რაღაც ინოვაციური პროდუქტების კი შეუქმნიათ იმ დროისთვის რომ არსად არ იყო რა და ეგ ძალიან მაგარია რა ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან მაგარია და ვისურვებდი უბრალოდ რომ იყოს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია რომ ჩემნაირმა ადამიანებმა სხვა
გამოცდილების მქონე ან სხვა ინტერესების მქონე ადამიანებმა უბრალოდ აკეთონ ის საქმე, რომელიც ძალიან უყვართ რა. იმიტომ რომ ესე ვითარდება რეალურად საქმე. ანუ ესე ვითარდება, რომ შენ გიყვარ შენი საქმე და აკეთებ კარგად და ამისთვის ყველანაირი კი არ გიწყობენ ხელს პირობითად და ვაფშე არ გვინდა ხელი შეწყობა ესე. არ შეგვიშალო მინიმუმ რა, რომ დღეს რო გამოვლა ფსიქოლოგიურად ვიყოთ ისე, რომ აუ ვიცი, ეხა მე რო ამ პროექტს გავაკეთებ და დავდებ. რა ვიცი, ანუ არის ამის დრო, ანუ მაგაზე არ ვიფიქროთ მინიმუმ რა. არა, სახელმწიფო ხელშეწყობა ძალიან აუცილებელია რა, ამიტომაც ყველა tech guys არ ვიცი, ოცნება არის, რომ რასაც Silicon Valley-ში მოხდეს, იქ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა და ასე შემდეგ, ხო? სახელმწიფო გეხმარება ამ ყველაფერში. ანუ გაძლევს იმ თავისუფლებასაც გაძლევს, იმ საშუალებ ბაზარს გაძლევს, თულებს ბევრ რამეს გაძლევს რა. იქ უკვე აღარანაღრაფის არ გეხმარება. ისეთი სიტუაციაა შექმნილი იქ, რომ შენ რო ჩადიხარ იქ რა, შენ თუ ხარ კაი ტიპი, ანუ და შრომ არ გეზარება, შენ თავს იპოვი იქ რა, ყველა ვარიანტი იპოვე. ხო, ამერიკაში ანუ ისე არის შექმნილი ყველაფერი რა, რომ კომპანიები არსებობენ ისე, შენ თუ შრომელი ტიპი ხარ უბრალოდ, რავი, ძალიან გაგიჭირდება, რომ იქ რამე ვერ იქნა. ხო და რაც შეეხება საქართველოს, ანუ ჩემი მუღამიც და ალბათ რავი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობრის მუღამიც ყოველთვის იყო, რომ იქ ხა ბევრჯერ ნამყოფი და თანბეჭდავია ყველაფერი, მაგრამ აქ შევეფრნა რა ეგ ყველაფერი რა და რეალურად შესაძლებელი იყო და ამიტომ ვწვალობდით ამდენს, ამიტომ შრომობდით ამდენს, თორე რა ვიცი, ჩემნაირ ადამიანს და ჩვენნაირ ადამიანს და მათ შორის აქციაზე ვინც დგას, რა ვიცი, იმათ 90%-ს რა, ნებისმიერ შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს და რაღაც გააკეთოს რა, იმიტომ რომ თავარი აქ არის რაღაც ღირებულებები და გონება და აზროვნება რა და ეგ ყველას აქ რა, ვინც რაღაცას იაზრებს და არ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ საკეთილდღეოდ სხვა ადამიანებისთვისაც, ხო? ეგ ადამიანები არასდროს დაიკარგებიან არსად რა, იმიტომ რომ მე იქ რო ვიყავი ხოლმე აქციაზე, ერთი ბედნიერება იყო მარტო კომუნიკაცია ამ ხალხთან რა. იმიტომ რომ სულ არ ქონდა შეხვედრის საშუალება და ეხლა ბუთ ერთი წელია უკვე. ზუსტად ხო ერთი წელი გავიდა. კი, ერთი წელი ხდება უკვე, ორ კვირაში ალბათ ერთი წელი. არც კი. ხო და შეგვიძლია რა, მაგარი რაღაცები ვაკეთოთ რა. და ჩემი ოცნებაც იყო, რა თქმა უნდა, Silicon Valley, უნდა აქ შეგვექმნა და ეხა ერთი ის მაგ პროექტი დაწყებული. უბრალოდ არ ვიცი რა შედეგი ექნება რა. ხო, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ანუ როგორც იქნება გავაკეთეთ AI და რობოტიკის ლაბი რა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რა. ჰუმანოიდები გვეყოლება, რობოტი არმები, არა მხოლოდ და უნდა დავიწყოთ კვლევა და რისერჩი, რომ მინიმუმ ის მოდელები შევისწავლოთ კარგად, რაც არსებობს ბაზარზე, რამდენიმე კომპანიის უკვე რაღაც ჩამოთვალე იმ მოდელებიდან რამდენიმე სყიდულობთ და გვინდა რომ კვლევა გავაკეთოთ, განმოვითაროთ ეს AI-ც, ეს რობოტიკაც და მომავალ წლისთვისაც უკვე ვფიქრობთ რომ რაღაცა სამდღიანი ექსპო ამ რობოტიკის და nice. ბრძოლას დავუმთხევთ ალბათ რაღაც პარალელურ რეჟიმში იქნება, ან ეს ბრძოლა იქნება ერთ-ერთი შემადგენელი აქტივობა ამ ყველაფრის და ეგ თუ გამოვიდა და თან მალე რა, ანუ ეს წელიწადში ერთხელ ძალიან ცოტა. ხო და ეხა დალაგებული გვაქვს ისე რომ საუნივერსიტეტო ამბავიც გავაძლიეროთ და უფრო ხშირად გავაკეთოთ და მათ შორის ეს ექსპორო იქნება სამდღიანი თავის გამოფენები და უდიდესი კომპანიებს ჩამოვიყვანთ საერთაშორისო შეჯიბრი იყოს რა უკვე რა. ან მინიმუმ რეგიონალური მაინც. კი, აი რეგიონალს ფიქრობთ, მაგით ვიწყებთ, მაგრამ თუ გამოგვივიდა ევროპიდან უკვე ყავს რამდენიმე გუნდი და სომხეთიდან და იქიდან თურქეთიდან უკვე რა. ხო და ეგ უკვე მაგარი ამბავია რა. აუ ძალიან კაი. თავარია უბრალოდ მაგის შიში მაქვს რომ რა იქნება მომავალ წელს. ხო, აი პოლიტიკური სტაბილურობა და სწორი გეზი ძალიან უჭირდება ჩვენ ქვეყანას რა, აი ძალიან. შენც იყავ მათ შორის ხო იქ გამოფენაზეც რო იყავ. კი. ხო, და არ ვიცი. შენი პრედიქშნები გააკეთე სამ რაღაცა, ან სამ მიმართულებით, რა იქნება 2000 ახალ მომავალში 2030 წლისთვის, რა აი 5 წელიწადში ნახოთ ეს რა. თუნდაც AI მიმართულებით, თუნდაც tech მიმართულებით, აი რაღაცა, რას ფიქრობ 5 წელიწადში სად ვიქნებით რა? მაგარი კითხვა. ცართული კითხვა. აუ რამდენი მაქვს, რაც მე ვფიქრობ ალბათ, ანუ ყოველ ჯერზე სხვა რაღაცები მემართება ხოლმე რა, რომ სხვა ანუ წარმოდგენები მექნება. ერთი ის რომ ჰუმანოიდ რობოტიკის ბაზარი ძალიან გამვითარდება, იმიტომ რომ წელს
ანუ მეორე წელია ხალხო ეს რაღაცები იქნება რა. ხო და აგერ უკვე ტესტა ფიქრობს რა 20-26 წელსო 100,000-ზე მეტ ჰუმანოიდს გამოუშვებთო რა. 100,000 ხო? ხო და ეგ ძალიან მაგარი ამბავია საბოლოო ჯამში რა, იმიტომ რომ როგორც რობოტი სასტუტები გაჩნდნენ უცებ და ყველა სახშია თითქმის, იგრი გაჩნდებიან ესე ისინი, იმიტომ არც რობოტი წესასწაულს იაფი მაინც და მაინც რა თუ კარი ხარისხიანია რა და ეხლა გაჩნდებიან ჰუმანოიდები. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. AI-ის თემაზე ძალიან რთულია პროგნოზირება, იმიტომ რომ წელს დაიწყო მაგალითად რაც აღნიშნეთ ვიდეო გენერაცია და წლის ბოლოა და უკვე ისეთი ხარისხია, რომ არ ვიცი რა. ბევრ ფილმს ველოდები რა, ერთი შემილია თქვა, რომ სრულყოფილ სრულმეტრაჟიან ფილმს AI-ით რა. ერთი ეგ შეიძლება დავაყენოს. ადამიანის პრომპტებით შექმნილი. კი, პრომპტით შექმნილი რა. და მესამე ძალიან გამიჯერდება რა. მოდი ეს ორი იყოს ახლა. მოდი ორი იყოს. მესამე ერთ-ერთი რა შემიძლია ვიფიქრა რომ ცოტა ქაოსშია რა მთელი მსოფლიო რა მარტო ჩვენი ქვეყანაც არა. ხო და იმედი მაქვს რომ უკვე 30 წლისთვის მაინც დაალაგებული და სტაბილური იქნება რა. ხო და შვიდობის გარდა ადამიანები უბრალოდ თავისუფლად ცხოვრებას შეძლებენ რა. იმიტომ რომ ძალიან ქაოსი აიწია, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიური ბრძოლის გარდა ეკონომიკური ბრძოლაც არის. და დიდ ქვეყნებში მათ შორის და რაღაცების მონოპოლიას ცდილობენ რა ჩიპები ვახსენეთ წეგან და ნუ ძალიან სერიოზული ამბავია იმიტომ რომ შენ რაც არ უნდა მაგრად გამითარდე ეს რესურსი თუ როგორ ჩიპი შექმნა ანუ მორჩა რა არაფერი არ შეგიძლია მე ვიმედოვნებ რომ 2030 წლისთვის საქართველოს მოწინავე იქნება მოწინავე თუ არა მინიმუმ რამდენიმე ქარხანა კომპანია იქნება მთელი როცება ჩემი ეგ იყო რა რომ შვილობილი კომპანიები გაჩენილიყვნენ რა და ახლა მე რო დავიწყე თბილისი დიჯიტალ ფესტის ორგანიზება 2022 წელს რამე ეგიდია მაშინ გაჩნდა ჯერ რა რომ ჩამომიყვანა ჯერ დიზაინ და გეიმინგ და ტექ კომპანიები და მე თქვა რომ აგე სივრცეა რა სადაც ძალიან ჭკვიანი ხალხია და მოდით გახსენით კომპანიები რა ხო და იგი იყო ჩემი მიზანი მაშინაც და სხვაშორის როცა დავიწყე ამ ორგანიზაცია ყველა მაგ სფეროში მომუშავე თითქმის დიდ კომპანიებში ვიყავი და ვეუბნებოდი რომ ამას ვაპირებ და ეს ხალხი აქ რო ჩამოვა თქვენ უნდა შეხვდეთ ამას და უთხრათ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ვართ იმის გუნდი რომ ეს გავაკეთოთ აქ რა და ძალიან მაგარი სომხეთის განვითარება ამ მიმართულებით იმედი მაქვს რომ ჩვენზეც იმუშავებს რა ხო იმიტომ რომ ძალიან მჯერა ამ ყველაფერს მე ვარ ძალიან აქტიურად ჩართული იმაში რომ საქართველოს გახდეს ჩვენი რეგიონის მედია ჰაბი რა აი ძალიან ვარ უცხოელ კოლეგებთანაც აი ყოველდღე იმოწერაში რა შეთავაზებებში ხშირად დავდივარ გამოფენებზე ტექ გამოფენებზე მათ შორის რა და ძალიან მინდა რომ სოფიო დავარწმუნო იმაში რომ საქართველოს არის ის ბაზა ის ადგილი სადაც ბევრი კაი რაღაც უნდა გაკეთდეს რა. რეალურად ხო არის? არის. რაც ჩვენ აი პროდაქშენებს უყურებ ხომ რეკლამებს იმებს, რომ სოფლიო დონის არის რა. დაჟე რაღაც ჰოლივუდის დონის ანუ რეკლამებს ჰოლივუდის დონის ფილმების გავს რეკლამას იღებს რა და ეს ჩვენში ზის რა ეს ხელოვნების სიყვარული დევს რა ძალიან ძლიერად. და ამასობაში ეხლა გაჩვენებ მოუძებნე რა 2030 წლისთვის ზუსტად რა უნდა გამოვიდეს, რა რობოტი უნდა გამოვიდეს, რისი შეძენა მსურს. ეს არის პირველი Kawasaki-ის რობოტ ცხენი. ძალიან მაგარია. ეს არის enduro სტილის რაღაც გაკეთებული და ანუ შენი ლაშქრობის ფილი თუ enduro ანუ ექსტრემალური სპორტის ფილი ავა რაღაცა ძალიან მაღალ ლეველზე რა. ნახე მაგის ვიდეო, გავგიჟდი, თავიდან მეგონა AI, მე შევედი Kawasaki საიტზე და მართლა ედოთ ეს დემო და მეთქი ხო არ გადავალ. აი, ძალიან კაი მომავალი გველის მე ასე ვფიქრობ რა. ფრინავი მანქანებიც ჩემი ბიჭი მეკითხება, ფრინავი მანქანები სადმე არის? რატო არ არისო საქართველოში? მეთქი საქართველოში არ არის, სხვაგან არის, მაგრამ მეთქი მალე იქნება მაგის დროს რა. მან ხო იცი მთელი მუღამი რა არის, პრობლემა რა არის მაგ ყველაფრის რა, ლოჯისტიკა რა. ანუ ქუჩების დაგეგმარება და რაღაცეები ან ყველაფრის. ისე არის აწყობილი, რომ ტექნიკურად შეუძლებელია რომ იყვნენ თორე. ეხლა რაღაც ქალაქები თუ აშენდება სპეციალური სადაც ნუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ, მაღალ სართულიანში, ანუ ჩინეთი. მეხუთე ელემენტი რა.
მეხუთე ელემენტი არის იმენა სიმსონები ვით არის რა 3D პრინტერები ფინავი მანქანა ვაფშე ყველაფერი და არა მხოლოდ ხო ეს sci-fi მაგიტომ ევასება რა იმიტომ რომ ყველაფერში ასვავენ რა და ვიღაცების რომ ეს ღაპრებს უყურებ ბიჭო აღარ არის ღაპრები არ არის ვაფშე ხო უკვე ის არის რა მეხუთე ელემენტში ძალიან ბევრი კაი easter egg-იც იდო რა საინტერესო რომელიც ეხლა უკვე ვიყენებ მაგრამ და უკან მომავალში კიდე ეს ოკეი ძალიან მაგარი რაღაცები იმედია მომავალში მოგზაურობაც შეაძლებელი გახდება ხო ანუ მაგრამ იქნება ეგეთი შენ ისე წარსულში მოგზაურობ თუ მომავალში აუ მე ისტორიის მოყავli ვარ ძალიან რა თან აღმოსავლეთის მცოდნეობაშიც ვერ ყვევი ასე თუ ისე რა ცოტა და ისტორია ძალიან მიყვარს ანუ წარსულში ყველა უეჭველად აი არჩევანი რომ მქონდეს უეჭველად წარსული მეც წარსულში დავიდოდი ყველა ვარიანტში მომავალი და ხო და არც არაფერ შევცვლიდი რა იმიტომ რომ ნუ ო არა ხო რაღაცები მაინტერესებს რა მომენტები მოვლენები სიტუაციები რაღაცა კონკრეტულ მსჯელობაში დახურულ კარს მიღმა რაღაცა ხდებოდა აი ეგ მაინტერესებს ეპიკური მომენტები ისტორიიდან ეგ აი უეჭველი ნახავდი მაგ ყველაფერს რა მომავალში სადაც მივდივართ აგერ და რა ვიცი იქნება რა ხო ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კაი. მადლობა შეპირიქით. გადაცემა პოდკასტი გამოგვივიდა და ამასობაში აუცილებლად აქვს თავისი საპოდკასტო სივრცე YouTube-ზე და ლინკი აღწერაში იქნება, გადადით, ნახეთ, ასევე გამოიწერეთ. რა, Instagram-ით, Facebook-ით რა გაკიდეთ? TikTok-ი. Spotify-ზეც ვართ. ხო, ოკეი, პოდკასტი. ხო, Spotify-ზე დებ შენ? კი. ხო, ეგ ძალიან ოღონდ ვერ ვისწავლე როგორ გავუსტო ან გავაიალდეს რა. ხო, არც მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე მგონი ვისწავლით. ოკეი. მადლობა ძალიან. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ რა.